გამარჯობათ. ეკლესიაში მოვიდა შუახნის მამაკაცი და ასეთი რამ თქვა: მე ეშმაკს ვერ მოვერევი, ამიტომ როგორღაც ურთიერთობა უნდა დავალაგო. რამდენიმე წლით ადრე ახალგაზრდა გოგონა იყო მოსული და ასეთი რამ განმიცხადა: მე შენთან არასოდეს არ მოვალო. კი ბატონო მეთქი, ნუ მოხვალ, ვინ გაძალებს. მაგრამ პირველი შეხვედრაა, ასე რატომ ელაპარაკები თქო. და მან თქვა: მე რომ ეკლესიაში მოვიდე, ეშმაკს რაღაც ეწყინება და მე რაღაცას დამართებსო. ამ უგუნურ ადამიანებს ეგონათ, რომ ეშმაკის წყალობით არიან ცოცხლები და ვაიმე არაფერი ეწყინოს, არ განერვიულდეს, თორემ მე რა გვეშველება. პატრიკებში შემონახული არის ასეთი მონათხრობი: ვერ იზის უდაბნოში, მოღვაწეობს, შუაღამისას ესმის საყვირის ხმა. გამოდის კელიიდან, რომ ნახოს რა ხდება. გაკვირვებულია, რადგან დასახლებული პუნქტები მის მონასტერისგან შორს არის. ხედავს, რომ ერთ მხარეზე ანგელოზთა ჯარი დგა, მეორე მხარეზე ეშმაკთა ჯარი დგა და საბრძოლველად ემზადებიან. ერთი რიგითი ეშმაკი მიდის და ეუბნება: შვიდი, წყნარი ცხოვრება ხომ გინდაო, წადიო დაწიქი და დაიძინეო. ბერმა რა თქმა უნდა არ დაიძინა, მთელი ღამე ლოცვაში გაატარა. ადამიანებს გონიათ, რომ რახან მაღალ სიჩქარიანი ინტერნეტი გვაქვს, რახან ელექტრომობილები დავდივართ, თითქოს სამყაროში რამე შეიცვალა. სულიერი რეალობა ზუსტად იგივეა. სულიერი სამყარო ძალიან მდგრადია და სანამ უფალი არ დაბრუნდება, იგივე იქნება. ეშმაკი არის ფსიქოლოგი. 8000 წლის მანძილზე ძალიან კარგად ყავს შესწავლილი, დაცემული ადამიანი, იმიტომ რომ ადამიანს ბევრი თვისება აქვს ეშმაკისა, გადაედო, აი როგორც ავანტყოფობას გადაედება ადამიანისგან, ასე გადაედო ადამიანს ეშმაკისგან თვისებები, ბოროტი თვისებები. აქედან გამომდინარე და თავისი ანგელოზური ბუნებიდან გამომდინარე, ეშმაკი ძალიან კარგად ერკვევა ცოდვილების აზროვნებაში. და თუ ადამიანს შეატყო, რომ არის უსიყვარულო, თავის კაცი, სიმართლე არ აინტერესებს, თავარი იყოს მშვიდად, არ არსებობს, რომ ეს შეთავაზება არ მიუტანოს. თუ დაითანხმა ამ შეთავაზებაზე. სამხედრო საქმეში არის ასეთი ტერმინი დერეფანი, როდესაც მოწინააღმდეგის მებრძოლებს, რომლებიც მზად არიან ტყვედ ჩაბარდნენ, უკეთებენ დერეფანს და გამოყავთ. ამ დერეფანში ბომბები არ ცვივა ხოლმე, რომ წყნარად გამოვიდნენ იქიდან. აი ასეთ აზრობრივ დერეფანს უკეთებს ეშმაკი თავის მორჩილებს და მე ადამიანი გაკვირვებულია, რაც ეკლესიაშიო სიარულს თავი დავანებე, დავწყნარდი, დავმშვიდდი, ოღონდ ეს დერეფანი მე არის ჯოჯოხეთის მისამართით. უგუნურ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ეშმაკებს ტყვეები არ ახავთ. ეს ადამიანის თვისებაა, ტყვეების აყვანა, ტყვეების გაცვლა, იქ ესე არ არის. და ეს აზრობრივი ღალატი, ღმერთი ხო ხედავს ადამიანი თავის გულში, რა არჩევანს აკეთებს. ეს აზრობრივი ღალატი, რომ ღმერთო თავი დამანებეო, ჩემთვის თავარია წყნარად ვიყო, ეს მერე პირად საქმეში იწერება და ამ პირადი საქმეების მიხედვით მოხდება ჩვენი გასამართლება. არ ვიკადროთ არც ცხადი ღალატი, არც ფარული ღალატი დაფარულად გულში. გონებაც, სულიც, გულიც უნდა ღვთისა იყოს. ღმერთმა გაგახაროთ.